ამ დრომდე უცნობია შეძლებენ თუ არა ქართველი სპეციალისტები იშხნის რეაბილიტაციაში მონაწილეობის მიღებას ხანგრძლივი მოლაპარაკების მიუხედავად ოფიციალური პასუხი თურქეთიდან ჯერაც არ არსებობს. თავად ისტორიული ძეგლის ტერიტორია კი ისეთი ტექნიკით იწმინდება, რომელიც იშხანს მთლიანად აზიანებს. უკვე განადგურებული მრავალსაუკუნოვანი ფრესკების ნარჩენები სანაგვეზე იღრება. უძველესი ქართული ძეგლების ფრესკების ნამტვრევები გაწმენდითი სამუშაოებისას ნაგავს აყრელზე აღმოჩნდა. მრავალსაუკუნოვანი მხატვრობა და მოზაიკური ტიპის იატაკი სპეციალისტების გარეშე მიმდინარე პროცესების დროს უკვე დაზიანდა. სამუშაოების ამსახველი ვიდეო და ფოტომასალა ხელნაწერთა ინსტიტუტმა გაავრცელა. ქართველი ისტორიკოსებისა და მკვლევარების ნაწილი ამ დრომდე ტაო-კლარჯეთში რჩება. იქ მიმდინარეობს უკვე მიწის კატანის სამუშაოები, ამას არქეოლოგიასაც ვერ დავარქმევთ. ზიანდება არქეოლოგიური არტეფაქტები და ფაქტიკურად ნადგურდება ის იატაკიც, რომელიც ახლახან წამოვიდა მე-19 საუკუნის პრაქტიკულად უნიკალური იატაკი. რატომ დაიწყეს იშხნის რესტავრაცია ქართველი ისტორიკოსების გარეშე ამ ინფორმაციას ქართული მხარე არ ფლობს. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში მიაჩნიათ, რომ კვლევითი სამუშაოები ქართულმა მხარემ სრულად უნდა დააფინანსოს. მკვლევართა ნაწილი ტაო-კლარჯეთში გამგზავრება საკუთარი ინიციატივით ხვალ გეგმავს. ფაქტია სახეზე, რომ ესეთი დალგოებით მიმდინარეობს სამუშაოები, რამაც ჩვენ უყოლან დაგვძაფრა და გავაღიზიანა კიდევაც, მაგრამ ჩვენ არ უნდა გვახსოვდეს და დაგვავიწყოს, ეს არის უცხო ქვეყანა და აქ გარკვეული საჭიროა მაინც ტაქტი, რათა უფრო უარესი შედეგამდე არ მივიდეთ. მოლაპარაკებები იმის შესახებ, რომ ძეგლის აღდგენაში მონაწილეობა ქართულმა მკვლევარებმაც მიიღონ წლები არ მიმდინარეობს, თუმცა უშედეგოდ. ამ თემაზე დღეს კომენტარი კულტურის ყოფილმა მინისტრმაც გააკეთა. შეთანხმებას, რომელიც მივახციეთ, მე შევხვდი თურქეთის კულტურის მინისტრს, ამ შეთანხმებას აღდგენა და რეალიზაცია მარეღირსა. ერთ-ერთი რაც მოვასწარით და მოვახერხეთ, ეს არის ციფრული აზომვა, ლაზერული მეთოდით. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან თურქ კოლეგებს წერილი უკვე გაუგზავნეს და იშხნის აღდგენაში ქართველი სპეციალისტების ჩართვა ითხოვეს. სამუშაოები დროებით შეჩერდა, თუმცა ამ დრომდე არ არის ცნობილი რა გადაწყვეტილებას მიიღებს თურქული მხარე. თურქეთის მხრიდან ჩვენ არ აქვს ჯერ პასუხი, მაგრამ ალბათ ძალიან მალე გვექნება და კულტურის სამინისტროს გადავცემთ ამ პასუხს და შემდეგ დარწმუნებული ვარ, მათი შესვლა მოხდება ძალიან მალე. მოლაპარაკებები სავარაუდოდ ზეგ დაიწყება, როდესაც ანკარაში კულტურის მინისტრის მოადგილე ჩავა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ მემკვიდრეობის გადასარჩენად საქართველოს მთავრობა დამატებით თანხებს გამოყოფს. ამის შესახებ განცხადება დღეს პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.